ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველას ფენებისადმი მიზნებაც აუცილებლად სწორად ძირითადი მიზნები, გეგმები, უახლოესი და სამომავლო გეგმები ასახული იყო ჩვენს მოკლე განცხადებაში და შემდგომ საზოგადოებისადმი მოწოდების ვრცელ განცხადებაში. აქ პირველი რაც მთავარი იყო, ეს იყო პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ერთობასთან დაკავშირებით და რის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ, აქაც სწორი აქცენტები იყო დასმული. ჩვენ არ ვითხოვთ მათგან ერთ ჭყვაზე იყვნენ და ყველაფერი ერთად გააკეთონ, მაგრამ აი სამი რამ რაც ასახული იყო და მოთხოვნილი იყო, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ეს არის ბოიკოტი არჩევნებს, ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა, ეს არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება. შემდგომი თემა განსაკუთრებული მნიშვნელოვანი იყო სტუდენტებისადმი მოწოდება, რამე თუ სტუდენტები არის ის ზალა, რომელმაც ააბობოქრა მართლაც ახალი ეროვნული მოძრაობა ამ ქვეყანაში, გაზაფხულის აქციებს გულისხმობ. იქ არ ვიცი, ისტორიული მოვლენა იყო ფიცის დადება ეროვნული გმირების საფლავებთან და თქმა იმისა, რომ არავის არ დაუთმობენ ამ ქვეყანას, განსაკუთრებით ჩვენ ვერაგმენტერს რუსეთს. და სწორი მიმართულება იყო, სწორი მესიჯი იყო, რომ არ გახდნენ ამ ფიცის გამტეხი თაობა, როგორც ასეთი არ შევიდნენ ისტორიაში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ისტორიული მოვლენა იყო, როგორც ფიცი, ასევე მისი შესრულებაც ისტორიული მოვლენა, ამიტომ რაღაც სისუსტე შეიმჩნევა და მინდა რომ ეს შევახსენო და მინდა რომ ამ საქმის ბოლომდე მიყვანაში ყველა ერთად დადგეს სტუდენტობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიმართვა ბიზნესმენებისადმი. თუ გონიათ რომ რაიმეს შეინარჩუნებენ რეჟიმის პირობებში ცდებიან, ყულაბა გახდებიან რეჟიმი გამოწურავს ბოლომდე ერთმანეთს არ დაუტოვებს მათ. იმიტომ რომ რეჟიმს გაუჭირდება და ბოლო დღეებამდე იარსებებს სწორედ იმ ბიზნესმენების ფულით, ქონებით, რაც მათ აქვს და აბსოლუტურად რო იტყვიან უკაპიკოდ დატოვებს მათ ბოლოს. საპატრიარქოს მიმართ ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართვა, იმდენად რამდენადაც არის მის ხმა. მე მუსულმანი ქართველი ვარ. ჩემი შვილი ზვია ცეცხლაძე, რომელიც ციხეში ზის, მართლმადიდებელი ქრისტიანი ქართველია. აი მისი სახელით მივმართე დღეს მე პატრიარქს. და ვთხოვ და კიდევ ვთხოვ, ახლაც ვთხოვ, აი აქედანაც ვთხოვ, რომ ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ვინც არის ამ ქვეყანაში და გვესახება ჩვენ ყველას ამ ქვეყანაში, ეს არის ილია მეორე პატრიარქი ჩვენი ქვეყნის სულიერი მამა და უნდა დაუძახოს, უნდა დაარიგოს, უნდა აუხსნას რა კატასტროფის წინაშე აყენებენ ამ ქვეყანას და სწორი გადაწყვეტილება უნდა მიაღებინოს აუცილებლად. ამის აი როგორ ვარ დარწმუნებული, იცი? არ ვიცი რა. შეიძლება დიდი მოლოდინები მაქვს, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ხმა გაგონილი იქნება ჩვენი პოლიტპატიმრების ოჯახებისაგან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე მიმართვა სხვა ოჯახებისადმი, უბრალოდ ყველა ოჯახისადმი მიმართვა იყო აბსოლუტურად სწორი. მიმართვა საზოგადოების სხვადასხვა ფენებისადმი, რომ ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა, იმიტომ რომ რეჟიმი ყველას ოჯახში შევა.